ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წლის პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 11. გვაქვს 5 წერტილოვანი მუხტი, ცნობილია რომ მუხტი 1 და მუხტი 2 მიიზიდავს ერთმანეთსო, მუხტი 2 და მუხტი 3 განიზიდავს ერთმანეთს, მუხტი და 3 და მუხტი 4 მიიზიდავს ერთმანეთსო, მუხტი 4 და მუხტი 5 კიდევ განიზიდავს ერთმანეთსო და ჩამოთვლით აგარ რომელი არის ჭეშმარიტი უნდა გავარკვიოთ. აი, როგორც გითხრეს, ახლა ავიღოთ ჩვენ 5 ცალი მუხტი, Q1, Q2, Q3, Q4 და Q5. ნუ პირობითად ავიღოთ პირველი მუხტი იყოს უარყოფითი. თუ პირველი მუხტი არის უარყოფითი, გვეუბნებია რომ მუხტი პირველი და მუხტი 2 მიიზიდავს ერთმანეთს. თუ მიიზიდავს ერთმანეთს, მაშინ მეორე დადებითი ყოფილა. შემდეგ მუხტი 2 და მუხტი 3 განიზიდავს. თუ მეორე და მესამე განიზიდავს, მაშინ მესამე დადებითი უნდა იყოს, რომ მეორე და მესამე ერთმანეთი განიზიდოს. შემდეგ მუხტი 3 და მუხტი მიიზიდავს ერთმანეთს, თუ 3 და 4 მიიზიდავს, მაშინ Q4 უარყოფითი უნდა იყოს, უარყოფითი ნიშნის, ხოლო მუხტი 4 და მუხტი 5 განიზიდავს ერთმანეთს. 4 და 5 თუ განიზიდავს, მაშინ ესეც უარყოფითი გამოდის, ხო? და ახლა რომელი არის ჭეშმარიტი? შევხედოთ, მუხტი 1 და მუხტი 4 მიიზიდავს ერთმანეთს. მუხტი 1 და მუხტი 4 მიიზიდავს ერთმანეთს. რა თქმა უნდა, არ მიიზიდავს, რადგანაც ორივე ერთი ნიშნის მუხტი არის, ერთსახელა მუხტები არის. შესაბამისად, პირველი ვერ იქნება პასუხი. მუხტი 2 და მუხტი 3 მიიზიდავს ერთმანეთს. მუხტი 2 და მუხტი 3 მიიზიდავს ერთმანეთს. არ არის სწორი, რადგანაც ეს ერთსახელა ნიშნის მუხტები არის, ეს არასწორია. მუხტი 1 და მუხტი 3 განიზიდავს ერთმანეთს. მუხტი 1 და მუხტი 3 განიზიდავს ერთმანეთს, არ არის სწორი, რადგანაც საწინააღმდეგო ნიშნის მუხტები და პირიქით კი არ განიზიდავს, არამედ მიიზიდავს. D მუხტი 2 და მუხტი განიზიდავს ერთმანეთს. მუხტი 2 და მუხტი 5 განიზიდავს ერთმანეთს. არც ეს არის სწორი, რადგანაც საპირისპირო ნიშნის მუხტები არის ესენიც. და როგორც ხედავთ, D დაგვრჩა მუხტი 2 და მუხტი 4 მიიზიდავს ერთმანეთს. მუხტი 2 და მუხტი 4 ნამდვილად მიიზიდავს ერთმანეთს. შესაბამისად, პასუხი იქნება E. თუმცა აქ შეიძლება კითხვა დაგვიჩნდეს ერთი. რაღამის დამეც უარყოფითი ავიღებთ, ხო, Q1 მუხტი. ხო შეგვიძლია რომ დადებითი ავიღოთ. ნუ თუ დადებითს ავიღებდით პლუს, მაშინ პირიქით ეს მინუსი იქნებოდა, ეს მინუსი, ეს პლუსი და ეს მინუსი. და მსჯელობა არ შეგვეცვლებოდა. რადგანაც აქაც თუ პირველი და მეორე მიიზიდავს ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში, მაგალითად მესამე და მეხუთე, მესამე და მეხუთე, უცრავთ აქ პლუსი გვინდა, ხო? სადაც მინუსი არის, იქ პლუსი გახდებოდა. მაგალითად მესამე და მეხუთე ორივე შემთხვევაში მიიზიდავს ერთმანეთს, მეოთხე და მეხუთე განიზიდავს ორივე შემთხვევაში ერთმანეთს, ასე რომ ნიშანს რომელსაც ავარჩევთ, ეს არ განაპირობებს საბოლოო შედეგს. ასე რომ პასუხი გამოგვდის E.